გრიფით საჯარო ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჩაერთე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწოდე იდეები და თემები გრიფით საჯარო ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე მოგესალმებით რადიო მსმენელებო ძველი ქალაქის ეთერში მუშაობას იწყებს ток-შოუ გრიფით საჯარო და მე მისი დღევანდელი გამოშვების წამყვანი ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი გოგი ძულაია. ჩვენ შევეხებით გუშინ საკმაოდ ხმაურიან პროცესს, თემაც ისეთივე ხმაურიანი და აჟიტირებულია ქუთაისის მერის მხედველობაში მაქვს უკვე თანამედროვე ქუთაისში რიგით მე-9 მერის არჩევა ყველაფერში რეკორდულია ჩვენი ქალაქი დამხრივაც მოხსნა რეკორდი მე-9 მერის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურული დარღვევები და ქუთაისის სასამართლომ უკვე გუშინდელი დღიდან დაიწყო განხილვა გოგი ძულაია ქუთაისის საკრებულოს წინააღმდეგ კონკრეტულად რას ეხება და უფრო დეტალებით ბატონო გოგი იქნებ თქვენ აგვიხსნათ ესე მოგახსენებთ პირველ რიგში მივესალმებით ჩვენ მსვენელს მინდა ბარბალობის დამდეგი დღესასწაული მიულოცო მე ალბათ ამ 2-3 დღის განმავლობაში ვერ მოხდები თქვენ და რადიოში და წინასწარ ულოცავ გადავიდეთ თემაზე ესე 8 ოქტომბერს ისე რომ საკრებულოს წევრებმა და მათმა მესვეულებმა არ გაითვალისწინեն ახალი რეალობა ახალი პოლიტიკური რეალობა რაც ამ ქვეყანაში უკვე იყო და ქალაქ ქუთაისში უკვე იყო როდესაც ნაციონალურ მოძრაობამ წააგო არჩევნები და მოვიდა სხვა პოლიტიკური ძალა არაფერი არ გაითვალისწინა ადგა ორშაბათ დღეს დილის 10 საათზე ყოველგვარი გამოცხადების გარეშე ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე დანიშნა საკრებულოს სტომა სადაც საკრებულოს თავმჯდომარეს მიცეს უფლება მოსილება რათა მას დაენიშნა ქალაქის მერი ეს მოხდა სრული კანონის იგნორირებით და კანონსაც რო თავი დავალებოთ ეს ახისების და ადამიანების შემლაღავი ყველა ქუთაისელს აქ უფლება იცოდეს წინა დღეს რამდენიმე დღით ადრე იცოდეს თუ რა თემაზე არის საკრებულოს სტომა და ყველა ქუთაისეს ყველა საქართველოს მოქალაქეს აქ უფლება მივიდეს დაესწროს და აზრი გამოხატოს ამადაიმ თუ იმ თემის გარშემო ეს უფლება ჩვენ ყველას აგვაქვს და ჩუმათე დილას ადგენ იფიქრენ რომ პოლიტიკური სიტუაცია იცვლება მოდი ერთი დავასწროთ აღლამგეს ყველას და ისევე ხელის გადაგრეხვით ისევე იმ მეთოდებით არ დალოდებიან ჩვენ ამდენადაც გვაქვს ჟურნალისტებს ინფორმაცია წინაღამით საკმაოდ დიდი გარჩევა მიმდინარეობდა სამხარეო ადმინისტრაციაში კანდიდატურების კი ბატონო გოგი სვანიძეს და ბესო ბრიგაძეს ვინც არის ახლა მიდიოდა ეს გარჩევა მაგრამ ეს მიდიოდა საზოგადოებიდან დამალული ქუთაისლებიდან დამალული თორემ აი კონკრეტულად რა დარღვია ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩვენ ვიცით რომ არის კანონით გათვალისწინებული ვადები ორი კვირით ადრე უნდა გამოცხადდეს კონკურსი მას ვისაც სურვილი აქვს ქალაქის მერად მოსვლის უნდა წარადგინოს საკუთარი პროგრამა მოხდა თუ არა მსგავსი ფაქტი და კონკრეტულად რა დაირღვა ამ შემთხვევაში არაფერი მსგავსი არ მოხდა რა საერთოდ დარღვეულია მორალური, ზნეობრივი და კანონური კრიტერიუმები. ყველაფერი დარღვეულია, არავითარი კონკურსი, არავითარი აი საერთოდ დილას გავიგვიძეთ ქუთაისლებმა და გავიგეთ რომ დღეს თუმე გვეყოლება ახალი მერი. ესა კატასტროფა, ესა უპატივცემულობა ამომრჩევლის, მოქალაქის და ყველა ადამიანის უპატივცემულობა საერთოდ. კეთილი უნდა ენებათ. რამოდენიმე დღის წინ უნდა დაენონსებინათ რომ საკრებულოს სტომა იმართება ამ თემაზე უნდა დაენონსებინათ ეს რამე თუ სხვადასხვა ხელშეკრულება არსებობს მერიასა და რიონს ტელეკომპანია რიონს შორის რამე თუ რიონია ერთ-ერთი ადგილობრივი ტელევიზია ხო არსებობს მათ შორის ხელშეკრულება გადახდილია საკმაოდ ფული ჩემი თქვენი და ყველას ფული აქვს გადახდილი ამ ტელეკომპანია რიონს რათა გააშუქონ და დაანონსონ გასამართის საკრებულოს სტომა როდის გაიმართება რა თემებზე გაიმართება რო გაიმართება შემდეგ დაანონსონ რა გადაწყვეტილებები მიიღენ და
გააშუქონ მერის სხვადასხვა სამუშაოები და ასე შემდეგ. ამაშია ფული გადახდილი. და კეთილი უნდა ენებათ. ბატონო, საკრებულოს ხდომამდე უნდა ჩატარებულიყო თუ არა ბიუროს ხდომა? რა თქმა უნდა ჩატარებულიყო ბიუროს ხდომა, რა თქმა უნდა განხილულიყო ფრაქციებზე, სხვადასხვა ფრაქციებზე. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო. მაგრამ და რატომ იჩქარეს და ვინ დგა ამ ყველაფრის უკან? იჩქარე იმიტომ რომ იცოდნენ რომ უკვე ახალი პოლიტიკური ძალაა მოსული და უნდა დაესწროთ მოვლენებისთვის სანამ ის ხელისუფლების ხელში აღებას დაიწყებდა და მომაგნებას დაიწყებდა მანამდე უნდა მოესწროთ თავის ქალაქის მერის დანიშვნა და აი ამიტომ იჩქარენ მეტი არ ამბობ. აი თქვენი კონკრეტულად თქვენი სარჩელი რას გულისხმობს როგორ წარიმართა გუშინდელის ხდომა და როგორ ფიქრობთ რამდენად სამართლიანი იქნება გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდება თქვენ თქვენი სარჩელი სასამართლოს რათა ეს უკანონო საკრებულოს სტომის გადაწყვეტილება გაეუქმებინა ამ სარჩელით ვარ ჩვენ შესული სასამართლოში და ახლა ყველაზე თვალსაცემი რა არის იცი მერია გუშინ მოვიდა მერის იურისტები მოვიდნენ გაიმართა სასამართლოს სტომა რა თქმა უნდა და იურისტებმა დააყენენ საკითხი რომ სასამართლოს ეჩვენი სარჩელი არ მიიღო განხილვაში რამე თუ კანონში თურმე წერია ასე რომ საკრებულოს ნორმატიული აქტი რომელსაც გამოცემს საკრებულო თუ ის არ ეხება პიროვნებას პირადად ან მან სარალი არ მიაყენა პირადად თურმე გასაჩივრება ასეთი აქტის მოქალაქეს არ შეუძლია შეგეხოთ თუ არა თქვენ ხო და აი თელი ტრაგედია აქაა და მოვიდნენ და აი ამას ამობენ რომ წულაიას ეს არ შეხებიაო და ნუ მიიღებ ამ საჩესო აი თელი ტრაგედია აქ ჩანს რომ მერს და მერის იურისტებს საქმელი არ აქვს აი გამოძრომა ცდილობენ იმით თურმე წულაიას არ შეხებია შეგეხოთ თუ არა კანონიერად გავაკეთეთ არ გავაკეთეთ ამას არ აჩივლებ ამას არ ამობენ არაფერს აი წულაიას შეეხო თუ რა აი მე წავდექი და თქვი რომ შემეხო რამე თუ მე მქონდა უფლება და ვაპირებდი ქალაქის მერად კეჭის ყრას და მე დამაზარალენ და ამდენი ხანია დავდივარ მუშევარი აი შემეხო ამას სერიოზულად ამბობთ ეს სერიოზული განაცხადება და მიიღოთ თუ არა გინდათ არ გინდათ თქვენ ახართ პოლიტიკოსი თქვენ იყავით პარლამენტის წევრი თქვენ იყავით ნაციონალური მოძრაობის წევრი და რამდენჯერ წამომაძახებდა ძიმეა იყო ნაციონალური ნამდვილად და უბრალოდ მართლა აღვიქვათ ეს სერიოზულად თუ ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი რითაც სასამართლოს ედავებოდი თუ მართლა გოგიწოლაიას მერობის ამბიცია და უნდა შეგვეცვალოს მე-9 მერი მე-10 მერი უნდა იყოს და ეს შეიძლება იყოს გოგიწოლაია მე ვამბობთ რამეს მოდი სანამ სასამართლოს კიდო პროცესი არ იქნება მანამდე მე ამ სინამდვილეს არ ვიტყვი რამე თუ შეიძლება იქ გამოადგენ ანუ დაგვიტოვებთ კიდე ჩვენ უნდა ვიფიქროთ თქვენს მერობაზე ხო ინტრიგას დავტოვებ სანამ სასამართლო პროცესი და სასამართლო პროცესის მერე გამოჩნდება მე მართლა ვაპირებდი მერობას თუ არ ვაპირებდი მაგრამ იქ იყო ასეთი სიტუაცია მოსამართლე როგორ შეგხვდათ მე მაინტერესებს ახლა მოსამართლებს ფაქტია რომ სხვა რეალობაში უწევთ უკვე მოსამართლებს უკვე უწევთ სხვა რეალობაში მე იქ ცოტა ემოციური ადამიანი ვარ ძალიან კარგად იცით თქვენ ქალბატონო ნანა და ემოციაც მომეჭარბა და მახსენდება მე ალბათ გასვობს ერთხელ 400 ლარიანი ჯარიმაც მომცენ რამდენიმეჯერ დაპატიმრებულიც ვიყავ და მახსენდება მაშინდელი მოსამართლე იმ ემოციის ფონზე 2 თვის წინ მე მანდატური სულ პანჩურით გამომაგდებდა გარეთ და თან 400 ლარს მომაწებებდნენ ჯარიმას მაგრამ ახლა უკვე სხვა რეალობაა და მოსამართლე მოდიოდა დაწყლებდით ნუ ემოციებს ნუ აყვებით და მე სხვადასხვა მოსამართლეს მოუწოდე ახლა თქვენ რადიოს უსმენთ თუ არა არ ვიცი მაგრამ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ამ მოსამართლეს თუ ეს არ გამოიდა სამართლე არ განაჩეს მე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს მოუწოდებ მე ვცდილობ ამ ქალაქში სამართლიანობა აღდგეს და სამართლიან აი იურიდიულად სამართლიანად მოხდეს პროცესების განვითარება თუ კი ეს ასე არ მოხდება მაშინ მე ვიტოვებ უფლებას და მე როგორც პოლიტიკოს მაგ ამის უფლება და წინასწარ დავაანონსებ რომ ამ ყველაფრის შეცვლას და ამ რეალობის გათვალისწინებით რაც ქვეყანაშია და ქუთაისში რომ სექტემბრის თვე არის ისევე
სექტემბრი პოლიტიკურად ახლა არის სექტემბერში ისე გარეთ რო გახარ კი სამთარია მაგრამ პოლიტიკური სიტუაცია არის სექტემბერში ვარ ჩვენ გაჩხერილები ისევე ყელყელაობენ ისევე რასაც უნდა დაკეთებენ და ამ ყველაფრიდან გათვალისწინებ მე ვიტოვებ უბლებას რომ დავიწყებ მასობრივ აქციებს რათა დაინგრეს ის მონსტრი რაც ამ წუთას დაბუდებულია ქალაქის მერიაში და საკრებულოში რათა დაინგრეს ეს მე დავიწყებ ამას და მე პასუხისმგებლობას დავაკისებ ყველა იმ მოსამართლეს, რომელიც მათ არ გაითვალისწინა, არ მომცა სამართლიანად პროცესების გადაწყვეტის და საკითხის გადაწყვეტის საშუალება. არის მხოლოდ ერთი მოსმენა იყო საქმის. ფოტოჟურნალის მოსამართლეს, რომ თქვენ იქნებით თანამონაწილე თუ კი რამე აქციები გაიმართება და თუ კი რამე ექსესები იქნება ამ ქალაქში, როგორცაა თქვა მარტვილში, როგორცაა სხვა საქართველოს სხვა ქალაქებში. ვინ იყო წარმოდგენილი და მე აქვე ვიდრე თქვენ მიპასუხებთ ვადნოგოგი არა მე აქვე ერთ დეტალს დავაზუსტებ ვიდრე როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ ეს თემა იმიტომ რომ გუშინდელი პროცესი საკმაოდ რეზონანსული და ხმაურიანი იყო დასაწყისი ამ საქმის და გადავწყვიტეთ რომ ეს თემა გაგვეტანა მე დავუკავშირდი როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ასევე წარმომადგენელს ქუთაისის საკრებულოსი ვთხოვე მათ რომ მოპასუხე მხარეთ ამ შემთხვევაში ადგილობრივი საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მხოლოდ და წარმომადგენელი თუნდაც იურისტები ამ შემთხვევაში, მაგრამ რატომღაც მათგან მივიღეთ მხოლოდ ერთი პასუხი, რომ ისინი სასამართლოს დაელოდებიან და მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს. სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ეს ძალიან მეჩვენება, რატომღაც თავს არიდებენ ამ თემაზე საუბარს, ან არა აქვს სათქმელი, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ იქ ვინ იყო წარმოდგენილი? მე გვარდასახელები ნამდვილად არ ვიცი, იურისტები. არა, იქ ხომ მაინც იყვნენ თქო. კი, იურისტები იყვნენ, რა თქმა უნდა, საკრებულოს იურისტები იყო, ორი ადამიანი მუსულმანი, არ სახელი ვიცი, არ გვარი ბოდიშუქთი მათ. თუგი ეს რამე შეურაცხყოფელი, მაგრამ მეგონი არა შეურაცხყოფელი, არ მაინტერესებს. სამაგრო თქვენი სახელი და გვარი იციან, ვადნოგოგი. მათი უფლებებს მე ნამდვილად არ მაინტერესებს. თქვენ ყავდათ ადვოკატი? არა, მე არ მყავდა ადვოკატი, მე იმ 3-4 ადამიანი, რომელმაც გავასაჭიროეთ, ერთ-ერთი არის იურისტი და ადვოკატია, ცოტა სისხლის სამართლის, მაგრამ ადვოკატია ბოლო-ბოლო და ისიც რა თქმა უნდა ამ მუხლობრივ ნაწილებზე ისაუბრობდა დანარჩენ პოლიტიკურ შეფასებებს მე ვაკეთებ და კიდევ ერთხელ მინდა ახლა ამ მერის თანამშრომლებს და ის საკრებულოს თავმჯდომარეს უთხრა და იმ იურის უთხრა, რომელიც იქიცავდა და ამბობდა რომ თურმე ეს მე არ შემხებია, ეს შეხო ყველას. ყველა ქუთაისელმა იცოდეს ერთი რამე. ვინ იქნება ქალაქის მერი, ამით უნდა იყოს ყველა მოქალაქე დაინტერესებული და ყველა ქუთაისელი. რამე თუ მისი შვილი ბაღში რა პირობებში იქნება, ეს ქალაქის მერზეა. მისი მეორე შვილი სკოლაში, ახლა კონკრეტულად ჩემ თავზე ვამბობ. ჩემი შვილი ბაღში როგორ იქნება, ეს ქალაქის მერზეა დამოკიდებული. სკოლაში რა პირობებში იქნება, ეს ქალაქის მერზეა დამოკიდებული. წყალი მოწვივის და წამიღებს, წყალი თუ არა, ნიაღვრები დადგება თუ არა ქუჩაში, ეს ქალაქის მერზეა დამოკიდებული. ამიტომ მე პირადად მეხება, მე თქვენ ნანა და ყველა ქუთაისელს ეხება ეს. რას ქვია, მე დაზარალებული არა ვარ. რას ქვია, ეს მე არ მეხება. როგორ არ მეხება, ჩემი ქალაქის მერი ვინ იქნება? რომელმაც მე პირობები უნდა შემიგდას ამ ქალაქის წესიერი ცხოვრების. რომელმაც ელემენტარული ერთი რამე უნდა იცოდეს, რას გავს ახლა მოედანი. მაშინ რომ წესიერი ადეკვატია ქალაქის მერი, ახლა რომ ყოველდღე იტყორება, იმ მოედანდა მილიონობით ფულია გადაყრილი. მაშინდელი ქალაქის მერი ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრია. საქართველოს პარლამენტზე და ყელყელაობს, ეგედა უნდა მე იყო რომ სულ თავი უნდა ატაკუნებიო ახლა იმ ცენტრალურ მოედანზე. და ყელყელაობს, იქიდან ჭკუას გვარიგებს. უნდა გამეიყვანო ახლა. და იგანა რო იტყორება, იგი იმ აღმაშენებელი და მილიონობით ფულია გადაყრილი. სულ თავი უნდა ატაკუნებიო ზევიდან. და მე მოვა ჭკუაზე და მე დაუწეს პატარა ტონს და ცოტა სხვანაირად ილაპარაკებს. და როგორ არ შემეხო? ყველა ქალაქის მოქალაქეს შეეხო და შეეხება ვინ იქნება ქალაქის მერი. აი იმავე საკრებულოს ხდომაზე ვადნოგოგი, მე არ ვიცი თქვენ იყავით თუ არა, როდესაც მერს ირჩევდნენ, ნუ ტელევიზიით მაინც ადევნებდით თვალს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ პირდაპირ ეთერში დავიდა. არა, შოს თბილისში ვიყავ იმ დღეს თქვენ დამირეკეთ, თუ დამირეკენ და ინფორმაცია მომდიოდა, მაგრამ იმ დღეს ვიყავ თბილისში. და იქ იყო სამწუხაროდ რომ ქუთაისის საკრებულოში დამკვიდრდა ეს და ძალიან ცუდი ტრადიცია არის, როდესაც დეპუტატები ერთმანეთის მიმართ უცენზურო სიტყვებით არიან დაპირისპირებული, სკამებს იშველიებენ, ნუ რაღაც მაგიდების აყირავება. ეს თან ახლდა იმ მერის არჩევნებს, რომლის სასამართლო პროცესიც ეხა რომელიც არაკანონიერი ეგზით იქნა არჩეული თქვენი გადასახედიდან. თანდევი პროცესი იყო და მე უკვე გაგრძელდა. როგორ ფიქრობთ?
იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც დღეს უკვე უმცირესობაშია, აღარ არის და ყოფილი მმართველი გუნდი არის. ეს დამკვიდრებული მეთოდოლოგია იყო, მანამდე არ ჩნდებოდა, მანამდე არ გვახსოვს ქუთაისის საკრებულოს ხტომებზე მსგავსი რა. მანამდე გვიტებივით იყვნენ, არ იყვნენ, სამი ყავდათ მოწინააღმდეგე და იგენიც იყვნენ თუ არა მოწინააღმდეგეები, კიდო საკითხავია და ახლა თვითონ უჭით ოპოზიციაში და წკიბზე აი დანისპირზე დადიან, ყოველ წუთში შეიძლება გამოაკდეთ ახლა კი არიან უმრავლესობაში, მაგრამ ყოველ წუთში შეიძლება მოხდეს ისე რომ რომელიმე დეპუტატმა გადავიდეს ოპოზიციის მხარეზე და დარჩენ უმცირესობაში. აი მაგ თემას ჩვენ გადაცემის მეორე ბლოკში გავაგრძელებთ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენ აქტიური შეხება გქონდათ თავის დროზე ნაცმოძრაობის საკმაოდ აქტიური წევრი იყავით და აი ამ თემას გადაცემის მომდევნო ბლოკში გავაგრძელებთ. მე უბრალოდ ეხლა მაინტერესებს, ვიდრე გავალთ რეკლამაზე, თქვენ ასევე შეტანილი გაქვთ სასამართლოში მეორე სარჩელი. ისიც საკრებულოს ეხება, მე მგონი რაღაც საკრებულო და მის თავმჯდომარე ამოიჩემეთ ბატონო გოგი, რაღაც ესე მგონია თორე. და ეს მეორე სარჩელი რას ეხება იქნება? ეს ხელისუფლება ისე მუშაობს, აგერ მეგობრების გადამამტერა. ეს ხელისუფლება ისე ამბობთ, ეხლა მანამდე მათთან არიყავით და ერთად არიყავით. ბატონო, მაგასაც ახსნე არაა პრობლემა. ეს ხელისუფლება ისე მუშაობს, მომჩივანი გამხადა მეგობრები, რომ ნაყურო ბიჭო შედა მომჩივანიო რა უბედურობა. ხო და ნუ ახლა მეორე სარჩელი შევდან ისიც აი პროსტო აი სიცხვილია ქალაქს ყავდეს ისეთი საკრებულო და ისეთი საკრებულოს წევრები, რომლებიც ასე თაღლითურ მეთოდს ჩაიდენენ. ესე საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გოგიშვანიძე იქნება იგი თუ 11 კაციანი შემადგენლობა იყო. შემადგენლობით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს, რათა დაენიშნა რიგარეშე სტომა და გადაერჩიათ რომ თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარე. აი თუკი იქ ასე დააყენებდნენ რომ დობის საკითხი გვინდა დადგეს და მოიწვიე და დავდგეს ეს საკითხი და არა პირდაპირ მოთხოვნაში უწერიათ რომ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ მოიწვიე საკრებულოს სტომა გადაყენების შესახებ სხვანაირ რაღაც რო გამოეყენებათ კიდე ნუ ახლა თაღლითობა მაინც იქნებოდა მაგრამ ნუ შეფარული თაღლითობა და თქვენ როგორ ხსნით თორემ მე ზუსტად ვიცი როგორაც აიხსნა ეს და მე ადგენ და მიცენ ის დუბი ეხლა გადავიფიქრეთო ხო ახლა გადავიფიქრეთ არაფერი ეს არის ახლა აქ სხვადასხვა კანონი გამოიყენეს ამ შემთხვევაში ესე იგი არაფერი განმავლობაში მაგრამ ვინ მართა ეს სიტუაციები ქუთაისის საკრებულოში აი ყველა სხვადასხვა ქუთაისის ტრაგედია ეს არის რომ პარლამენტი აქ ყველა თავები დამოგრილი აჭავარია აშკარად პასუხს გავუვიხართ ბატონო გოგი იმიტომ რომ თქვენ იცით ვინც მართა ეს სიტუაცია მე მაინტერესებს თქვენგან თქვენ იცით რომ მე მიყვარს ხოლმე სუბტიტაპი კითხვების დასმა ვინ მართა საკრებულოში სამთვიანი გახანგრძლივება ნაციონალებისთვის და ასევე ვინ მართა მე როგორაც ვიცი არაფერს არ ვამტკიცებ ვიცი მიშა მაჭავარი და გოჩა თევდორაძე ისენია ყველაზე მეტ ტვინგახსნილები სხვადასხვა ბარეულ ტვინგაყინულებს შორის და მათ შეუძლიათ მხოლოდ კანონების ცოდნა და კანონების მორგება თავზე მე როგორაც ვიცი როგორ ფიქრობთ ახლა რამდენად შეძლებენ რომ ეს უმრავლესობა დღეს ქუთაისის საკრებულოს 15 კაციანი უმრავლესობა ყავს და ნაციონალური მოძრაობა აი ეს უკვე მომდევნო ბლოკის თემაა და ამიტომ მინდა რომ ვისაუბროთ უბრალოდ ერთადერთი რაც მაინტერესებს რამდენიმე წინადადებით რომ მითხრათ თქვენ რამდენად გჯერათ რომ ეს 15 კაციანი უმრავლესობა 2014 წლის არჩევნებამდე შეინარჩუნებს ერთობას რა თქმა უნდა ვერ შეინარჩუნებს აი ფიცავარ ადამიანობას, როდესაც მერიასთან გავივლი და ანსამბლე შეხვდებოდა საკრებულოს წევრი, ზოგი ამ პარტაულონ ძიმეთ მიკრავდა თავს და შორიდან მეუნებოდა გამარჯვებას და ჩემხეში გამოჭედილებია ბარეულიგან და ზოგი შიშით ვერ მეუნებოდა გამარჯვებას ახლა განახა როში დამინახავენ იგენი მე მომარდებიან გადამგოძიან მომიკითხავენ ოჯახს დაინტერესდებიან რომ შემიძლია მანამდე სულ ეს ტრიბუნით დადიოდით ბატონო გოგი და კაბინეტებთან უწევდით ბრიფინგებს ოჯახს გავხედავ ბიზნესში რა აჩერინე და ეს უკვე მიმანიშნებელია იმისი რომ ისინი ეძებენ ადამიანებს ვისაც მიეკედლებიან ისინი ეძებენ ამ შემთხვევაში ასოცირდებით გამარჯვებულ პარტიულ ძალასთან დაიწყო გოგიწულაია მოცნებობა არა გოგიწულაია არ ოცნებობს გოგიწულაია სულ რეალობაშია არა არ მოცნებობ მე ვარ მყარად ვარ იმ პარტიაში რომელშიდაც ვიყავი და ნამდვილად არ ვატბირებ არსად წასვლას
მიუხედავად იმისა, ესენია გამარჯვებული თუ ისინია გამარჯვებული. მე ვჩები იქ, მაგრამ ახლა ოცნებასთან მიმესვლელებან მეგობრებია, ნაცნობებია და იმ პარლამენტის წევრები, რომლებიც აბსოლუტურად საქართველოს პარლამენტშია, 90% ჩემ დროს იყო პარლამენტში და მე ყველასთან მაგ ნორმალური ადამიანური ურთიერთობა მე მგონია ნანა და მეთანხმები რომ ადამიანურ ურთიერთობებში ყოველ შემთხვევაში არ ვიჭრები და ადამიანთა კომუნიკაცია საკმაოდ ისეთი ცხარე მოსაუბრე ყავს დღეს ეთერში რადიო მსმენელებო რადიო ძველი ქალაქის ეთერში რეკლამის დროა რეკლამის შემდეგ ისევ გაგრძელდება ток-შოუ გრიფით საჯარო სლოტ კლუბების ქსელი ლას-ვეგასი ჯერ არ ნახულ გათამაშებებს იწყებს. ყოველ პარასკევს 2000 ლარი და გრანდიოზული სუპერპრიზი ავტომობილი Hyundai Sonata. დიახ, არ მოგესმათ, Hyundai Sonata. ლას-ვეგასი, შეიგრძენი თამაშის უპირატესობა. ჩვენთან ყველა გამარჯვებულია. საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი ლუდი ჰერცოგი გერმანული საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ ლიტრიანი საიუბილეო 15 მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან კასტელ საქართველო ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი დეკემბრიდან ელიტ ელექტრონიკსში საჩუქრად ბოშის წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ზვირადღირებული საჩუქრების რაოდენობა შეზღუდულია მისამართი ქუთაისი გამსახურდიას 5 ჭავჭავაძის და ნინოშვილის კვეთა დღის ეთერის სპონსორია სავაჭრო ცენტრი 4-იანი. გსურთ შეიძინოთ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ან კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინის ინტერიერი. გთავაზობთ კარბოლუქს, სამშენებლო და დეკორატიულ აგურსა და ბლოკს, სადარბაზოსა და შიდა კარებებს, შეკიდულ ჭერს, პარკეტს, შპალერს. 4-იანში ინტერიერისთვის შეიძენთ მისაღების, საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯს, საოფისე სავარძლებსა და მაგიდებს, სანათ მოწყობილობებს. სავაჭრო ცენტრი 4-იანი, ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა ნომერი 13. გაცვალი აზრები მიულოცე მოუწყვე სიურპრიზი მოითხოვე საყვარელი სიმღერა გამოგზავნე SMS-ი ნომერზე 179 ან ისარგებლე უფასო SMS მომსახურებით ჩვენ საიტზე მისამართზე www.radio.dk.ge ძველი ქალაქის SMS show აქ შენი მეგობრები არიან ქალაქი განსხვავებულთა ერთიანობაა იგრძენი მრავალფეროვნება. ძველი ქალაქი FM 107.9. გრიფით საჯარო ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჩაერთე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწოდე იდეები და თემები გრიფით საჯარო ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე გრძელდება რადიო ძველი ქალაქის ეთერში ток-შოუ გრიფით საჯარო ჩემი დღევანდელი სტუმარია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ეხა ეთერს მიღმართ და საერთოდ როდესაც ბატონი გოგი რადიო ძველ ქალაქში არის სტუმრად და წინა საარჩევნო პერიოდში დებატების დროს მე მგონი საერთოდ შტატგარეშე თანამშრომელი იყო ჩვენი იმიტომ რომ სულ იღებდა მონაწილეობას ყოველთვის ძალიან ისეთ კარგ ხასიათზე გვაყენებთ ბატონო გოგი რაც არ უნდა თემას ავწდეთ, არ მიპასუხოთ რაღაც შეკითხვებზე, სულ აგაქვთ ისეთი პასუხები, რომელიც ჩვენს რადიო გადაცემას რაღაც თავისებურ ხიბლს აძლევს. აი ხა ჩვენ საუბრობდით ვიდრე ეთერზე სარეკლამო ჭრაზე გავიდოდით, მანამდე საუბრობდით 15-კაციან უმრავლესობაზე ბატონო გოგი. თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ნაცმოძრაობის წევრების ფსიქოლოგიას, ფსიქოტიპებს, მათთან ერთად იყავით. გამოიარეთ ეს ყველაფერი. ახლა კიდე მეტყვით რომ რამდენჯერ უნდა გამახსენოთო და წამომაძახოთო ეგო, მაგრამ რეალობა ეგ არის, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად. დღეს თუ ძალიან ბევრია სააკაშვილის ხარდაჭერები მხედველობაში მყავს ახლა პარტიული თვალსაზრისით მე მახსოვს იმ წლების ქუთაისი, როდესაც თქვენ და რამოდენიმე ადამიანი იყავით მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი იწყებოდა. ამიტომ თქვენ ყველაზე კარგად იცით. მე მაინტერესებს ახლა თქვენი გადასახედიდან საკრებულოს ფრაქცია დატოვა 7 დეპუტატმა.
კი. რეალურად ერთისთვის თავზე მივიღეთ და წინა კვირა იყო სრული შოკი, რაღაცა ისიცია ამნეზიური შოკიდან გამოსვლა ქონდა. ორ დეპუტატს დაწერეს მათ ხელმეორედ განცხადება მიგვიღეთ ნაციონალურ მოძრაობაშიო. შემდეგ ამაზე ფრაქცია მიმსჯელა. ფრაქცია დააკმაყოფილა ეს და ეხლა უახლოეს საკრებულოს ხდომაზე ბატონო გოგი მათ უფლებამოსილება ცნობენ როგორც ფრაქციის წევრების. იქნებ მითხრათ რა რომ ან როდესაც ადამიანი 9 წელიწადი ნაცმოძრაობაში არის 9 წლის თავზე ეძლევა საშუალება რომ ფრაქციიდან გავიდეს და წავიდეს და უნებლიეთ ოცნება დაიწყოს მოდით ესე ვთქვათ მე ისევ ერთი თვის თავზე უკან ბრუნდებოდეს ასეთი რამე რამდენად ხშირია და როგორ ახსნით ამ შემთხვევაში ამ ადამიანების ერთგულების ხარისხს სად როგორ რანაირად უნდა გავზომოთ საერთოდ ერთგულება პრინციპების ღირსების მიმართ უნდა ქონდეს და არა პარტიის და ადამიანების მიმართ ადამიან მეგობრების კი ახლა პოლიტიკურ ლიდერებზე ვამბობ ერთგულება მხოლოდ პრინციპების მიმართ უნდა ქონდეს ახლა ესა მხოლოდ უპრინციპო გადაწყვეტილება ამას აქ ელემენტარული ახსნა ის ვინც გადაიბირა ის ოცნებისკენ და გადაიყვანა ოპოზიციისკენ რაღაც გარანტიებს და რაღაც პირობებს აძლევდა შემდეგ შეხედა რომ ის ვერ ასრულებს ამ პირობებს ესე გადაბირება მოხდა ცუდად ასე რომ ვთქვათ და გადაბირებას და ვთქვი სხვა არაფერი არ გვი ახლა იმას აბა ახლა მოსაზრებებით პრინციპები და გამოსულა ორი ადამიანი იქიდან ხო ეგ ხო ელემენტარულია ესე ვიღაცამ მას დაუყენა პირობები რადიომსმენელი რომ იყოს უფრო ინფორმაციული ჩვენ ვიტყვით მე დავაკონკრეტებ ამ შემთხვევაში მე ავიღებ ამას საკუთარ თავზე ეს არის იმ ორ დეპუტატზე საუბარი ეს არის ნოე კუხიანიძე და ვიტალი ბოჭორიშვილი რომლებმაც ფრაქცია ნაციონალები დატოვეს და ერთი თვის თავზე ისევ დაბრუნდნენ ფრაქციაში ერთი თვის გაგზელებულა მეგონია ეს სიამოვნება მაგრამ ვიტალი ბოჭორიშვილი და ნოე კუხიანძე ეს თავის აი პრინციპული მოსაზრებებით, ღირსებით, რომ აი ჩემი ყოფნა უკვე აქ არ შეიძლება აღშფოთა თქვა ცოცხებით, აღშფოთა 26% დაუპული ადამიანებით, როგორ შეიძლება მიტინგზე ადამიანები მოკლა და ამ აღშფოთებით აწასულა ხო ეს ადამიანები. ეს აღშფოთება იყო უნდა აღშფოთებული იყო როცა იყო აღშფოთებელი და გამოსასვლელი. ისინი გამოვიდნენ უმრავლესობიდან მეც სიკეთეს ეძებდნენ აქეთ მხარეს გარანტიებს რაღაც საცსათბურე პირობებს და ამას ვიღაც ანუ რა მოდელი იქნებოდა უნდა დაშლილიყო რეალურად ხოლმე ვიცით რომ ქუთაისში უნდა მომხდარიყო ის რაც მოხდა სხვა დიდ თვითმმართველ ქალაქებში ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ქუთაისმა შეინარჩუნა ხო მე შეხედენ ამგენმა რომ ამ ხარემ ვინც ეს პირობები უთხრა რომ ჩვენ ახლა ამას დავშლით მე შენ მოგიყვან ვიცემერად ან შენ მოგიყვან საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილეთ ან კიდო რა პირობები მიცემ მე ახლა შიდა იმაში ნამდვილად არ ვარ ჩართული ანუ ის ვინც წავიდა მათ ეკნებოდათ გარკვეული შეთავაზებები ისე არ წავიდოდნენ ხო იგი ახლა ხო არა პრინციპში იქ რო იყვნენ ახლა ესე ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა მე მაგალითად ძალიან ხშირად ვესწრები თითქმის არ გამომიტოვებია საკრებულოს ხდომები და მე ხა დიდად საქმეში ჩართული რაიმე საკითხი განხილვაში არც ერთი ეს ადამიანი არ მინახავს იქ. ხო და ახლა რო შეხედენ რომ ესენი არ აძლევენ არაფერს მე უკვე ნაციონალებმა დაუწყენ უკვე უკან განმობირება ხო მაგრამ აი $5000 გადაუხადენო ამბობენ დააშინენო არ მაინტერესებს დღეს როდესაც აი ეგ მაინტერესებს და მივედით მთავარ სათქმელთან თქვენ ძალიან კარგად იცით ნაცმოძრაობა მისი მიზანმიმართულობა ან გარკვეულად ის რაღაც ისეთი თამაშგარე სიტუაციები. დღეს როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ძალიან უჭირს, ესე ვთქვათ, პარტიული კუთხით ძალიან უჭირს თანაგუნდელების შენარჩუნება. რა შეჭირდება ის ადამიანები და უშუალოდ რომლებსაც ადვილად შეუძლიათ დატოვონ პარტია, წავიდნენ, შემდეგ დაბრუნდნენ. ანუ მარტო კვორუმის ხიბლია და რატომ არ უნდა კონდეს დღეს, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე რთული გამოცდა ელის, რომ ის უნდა დარჩეს ან პარტიად, ან უნდა მოკვდეს, ამ შემთხვევაში რატო არა აქვს თქვენს ყოფილ პარტიას, იმიტომ რომ თქვენს ყოფილი ნაციონალი ხართ, რატო არ აქვს პრეტენზია ხარისხზე? მათ ახლა ისე უჭირთ ხარის არჩივლარიან და ამას არაფერს არ უყურებენ და აი საერთოდ თვითონ ნაციონალურ მოძრაობაშიდაც უღირსი ადამიანები არიან რომ ასეთი ნაბიჯი გადაადგმევიან და მოიყვანენ და მე სულ ამბობდი სხვათა შორის ამგენისთვის ღირსება ადამიანობა არაფერს არ კრიტერიუმს არ წარმოადგენს და სულ ამბობდი ერთ რამეს როცა აი ჩაშობის მექანიზმს არ ვითარებდნენ და იმას
რომ აი შენ ჩაუში მე იმას დევჭი. ეს გამოძიებასთან თანამშრომლობა გაქვთ ალბათ ხო, ნუ რაღაცა და ბიჭო, ამას რო ერთსაჩვევ. ბიჭო, მე რატო უნდა გაიკვირდეს, რომელსაც ჯაშს ჩავარდეს ტყვე და ადგეს და თურმე ჩაშობა თუ არაფერი არაა და სიცოცხლის შენარჩუნება ამით შეიძლება იმანაც გააკეთოს ეგ. ესე ასეთი ღირსების ადამიანებით ვერ ტერიტორიას დაიბრუნებ, ვერც ქვეყანას ააშენებ, ვერაფერს ვერ იზამ, მაგრამ ამგენისთვის ხო ამას მნიშვნელობა არ ქონდა. და დღეს მივიღეთ რეალურად, რომელსაც საკრებულომ დანიშნა მეცხრე მერი, ასევე გაიხანგძლევა 3 თვით სიცოცხლე პოლიტიკურ სიბრტყეზე. მივიღეთ კიდევ ერთი ფაქტი, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გავიდა კუთვნილ შვებულებაში. ხო. მე მაინტერესებს. მაგას საქმეები აქვს, ნაკეთები უნდა დაისვენოს ეს წესდა განონ, ამდენ ხან უნდა მიგვეცა. მაგრამ მომეწეთ მივარ დოუნიებ წამოწოლილო იქნება. მაგას ამუშავებები აქვს ჩატარებული ამ ქალაქში. უნდა დაისვენოს, ბაღანა, რა უნდა გასო. კი, უნდა გასულიყო, კი. უკაცრავად და ბატონო გოგი რა მაინტერესებს დაინიშნა 2 ახალი ვიცე-მერი. დაინიშნა 2 ახალი ვიცე-მერი, კი ბატონო, ვიცი. თქვენი პოზიცია. ეგენი ახალს დააყრიან, ძველს დააყრიან ახალს. რა უნდა, რა ვიცე-მერი. არა, როგორ უყურეთ, იმიტომ რომ წინ გვაქვს ძალიან უკაცრავად რადიო მსმენელთან, მაგრამ შეუძლებელია, რომ ბატონი გოგი გყავდეს ეთერში და იყო ძალიან სერიოზული. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ თემებზე გვიწევს საუბარი. ბატონო გოგი, წინ გვაქვს 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი. კი ბატონო. საკმაოდ შემცირებული და რაღაც ჩვენ მქონდა წინა 2 გადაცემა, როდესაც ყავდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე ყავდა ვიცე-მერი ბატონი ამირან ძოწენიდე და საკმაოდ ცხარე პოლემიკა გაიმართა მათ შორის. იქ არის ბევრი მუხლი და ბევრი პროგრამა და ითქვა კიდეც იქ დაანონსა, რომ ადვილი შესაძლებელია ერთჯერადი დახმარების პროგრამა საერთოდ გავაუქმოთ, იმდანაც არაეფექტურია და დიდი ხარჯია. მე მაინტერესებს წინ, როდესაც აგვაქვს მისაღები ადგილობრივი ბიუჯეტი. 2 ახალი ვიცე-მერი, რომელიც ისევ ყოფილი მართველი გუნდის წარმომადგენლები არიან. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს, როდესაც ცენტრალური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება უკვე ახალი პოლიტიკური ძალა არის. როგორ უნდა მოხდეს ამათი კოორდინირებული მუშაობა? ხედავთ? არა, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ, ეს ძალიან დიდი პრობლემებს გააჩენს ამ ქალაქში და საერთოდ ქვეყანაში. მე ახლა ამ ქალაქს ვტირი ვარ და ამ ქალაქში ვამბობ, ქუთაისში გააჩენს დიდ პრობლემებს, როდესაც ამ 2 სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლებს და მე მჯერა რომ ვერ ითანამშრომლებს. მე ახლა ბიუჯეტის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა რომ აღვნიშნო აუცილებლად თვალი გადავალე ამ ახალ ბიუჯეტს. და სპეციალისტებს თხოვე ჩემ მეგობრებს და მივზადებენ რაღაც საკითხებს, მაგრამ ერთი რამე მოხდა თვალში. ყინულის მოედანი არის 300,000 დაფინანსებული. რეგბია 0-ით, ფეხბურთია 0-ით, ჭადრაკია 0-ით და ის კალათბურთია 0-ით, ის სპორტული სახეობები, რომლის ტრადიცია ამ ქალაქში, რომელმაც ათობით ადამიანი გამოზარდა მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, საბჭოთა ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი. ანუ არა პრიორიტეტული მიდგომები გვაქვს ისევ დაგეგმაში. აი ისევე ასე ტვინ გახურებულად და ისევე მიშას აზროვნებით უდგებენ რაღაც მიშას მოწოს თქვა ყინულის მოედანი 300,000 არის ყინულის მოედანი რომელიც სხვადასხვა მე არ ყოფილი ვარ ახლა ბოჟავაშოვში აი სუნიდგა სპეციფიკური ის ვერ ყინავენ კარგად და ბევრი მას უშობიან რაღაც ნივთიერებას რომ სპეციფიკური სუნიდგა შიგნით აუტანელია ბავშვების ყობნა მე ასე მითხრა ყოველ შემთხვევაში და 300,000 ამას რო აფინანსებ და ამას აღარო ხადული წაიგითხავს და ცენტრალურ ხელისუფლებას წაიგითხავს რეგბს არ აძლევ არაფერს როცა რეგბი განთქმულია და ტრადიცია ამ ქალაქში და ფეხბურთს და ბოდიში თუ რომელიმე სპორტული სახეობა გამორჩა რომელსაც ტრადიცია ამ ქალაქში და ყინულის მოედანს აძლევს 300,000 იგი აღა დაგიბლოკავს რაღაცებს აბრაზისებს ცენტრალურ ხელისუფლებას ამას უწაიგითავს დაგიბლოკავს და ეს ქუთაისის საკრებულომ დააბრუნა ბიუჯეტის პროექტი დააბრუნა მე არ ვიცი რა რეკომენდაციები შევა რა ჩასწორებები შევა თუმცა დაბრუნებული არის და მიმდინარეობს მუშაობა მაგრამ იმავე ბიუჯეტში ბატონო გოგი მე არ ვიცი თქვენ მიაქციეთ თუ არა ყურადღება რატომღაც ჩვენ 6 მილიონზე მეტი დაფინანსება აქვს ქუთაისის მერიას 50,000 დაფინანსებულია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა.
ხო და 6 მილიარდით უნდა დაფინანსდეს 6 მილიონი არის ხო 6 მილიონით უნდა დაფინანსდეს მცირე ბიზნესი და 50000 უნდა დაფინანსდნენ ესენი სხვადასხვა აი ეს არის სულთან საბოტაჟი აგერ ახლა რამდენიმე დღე იქნება ალბათ 20 ახალი თანამშრომელი მიიღო მე ჯერ ისედაც გაბერილია და მე მახსოვს თქვენი პრესკონფერენციები წინასაარჩევნო პროგრამა კორპუსები აგენი უსაქმურების დოღი და ახლა 20 ახალი პარტიული კოორდინატორი იქ დამლაგებელი აღნიშნება თუ კი ნაციონალური პარტიის წევრმა არ გაუწია რეკომენდაცია ნაციონალური პარტიის წევრი არ არის დამლაგებელი აღნიშნება და კლიანად დაკომპლექტებულია ნაციონალური მოძრაობა. სხვადასხვა ერთ-ერთი ტესტი ოცნების იქნება ეს. თუ კი მერიაში სამსახურები არ შეამცირა და უსაქმურების რაოდენობა არ გამოდერნა და არ დაიყვანა ზუსტად იმ კონდიციამდე რაც საჭირო ამ ქალაქის მართვისათვის და თუ კი ამ დაყვანილ კონდიციაში მხოლოდ ოცნების წევრები იქნება და არ იქნა პროფესიონალები არა რომელიმე პარტიის მანდა მაინც სხვა პარტიებს არამედ ადამიანი უპარტიო ადამიანები სპეციალისტი ეკონომისტის იურისტის და ასე შემდეგ და ამ კუთხით გააგზელა ეს იქნება ოცნების დიდი შეცდომა და გამეორება იმისა რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა და მე კიდევ ერთხელ ვამბობ ნამდვილად 6 მილიონი ესაა უსაქმურებში გადაყრილი ფული მე არ ვამბობ რომ ისინი რო გამოვლენ ქუჩაში და დარჩებენ უმუშევარი მათ ყურადღება არ მიექცეთ არ შეუწოთ ხელი ალტერნატიულ სამსახურის მონახვაში რაღაც დასაქმებაში მაგრამ ახლა ვინახოთ უსაქმურება და ყავის სმის მეტრო აპელი არ ხდება და ყავის ბიზნესია ქუთაისში გაზრდილი იმიტომ რომ ფართეთისმება მერიაში ხო ეს რო არ უნდა შენარჩუნდეს სამქალაქში და მართლა ბიზნესის განვითარებას უნდა მიეცეს მეტი გასაკანი და სხვა სოციალურ პროგრამებს ამაში ეჭვიანობა ერთი წამითაც აი ლოგიკურად მივდივართ იმ თემამდე რის შენარჩუნებაზეც დღეს საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა ეს არის საქართველოს პარლამენტი მისი ადგილმდებარეობის ამოღება ჯერ კონსტიტუციიდან და შემდეგ საერთოდ ქუთაისიდან მისი გადატანა. მე მაინტერესებს თქვენი როგორც რიგითი ქუთაისელის ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლის თქვენი პოზიცია. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? მე სხვადასხვა ამ რადიოში ამ თემაზე ვისაუბრე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თბილისი ეს არის ბუნებრივად კავკასიის ცენტრი. ბუნებრივად და მეფის ნაცვალი ქუთაისში არის და რუსეთის მეფეს იჯდა თბილისში ისე გუბერნია ქუთაისშიც რა თქმა უნდა იჯდა თბილისში და იქიდან მართავდა ირანის დაპყრობილი ტერიტორიებს აზერბაიჯანს სომხეთს კავკასიას და ყველა ამ აქეთა მხარეს მთლიანად სოჭამდე მეფის ნაცვალი თბილისში იჯდა და თბილისი ვახტანგ გორგასალმა აშენა ცხეთიდან გამოიტანა 10 კილომეტრში ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა 10 და 20 კილომეტრს გადმოიტანა თბილისში და დავით აღმაშენებელმა დააბრუნა ახლა დავით აღმაშენებლის დაბრუნებული ქალაქზე რა პრობლემაა უღან წამეიგეთ ქუთაისში მაგრამ გამოსავალი არის ერთი რამ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია რომ საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს ორპალატიანი ჩვენ თუ კი ვამბობთ რომ აფხაზი უნდა დავაბრუნოთ ახლა როგორ წარმოუდგენია თაღლეთი აფხაზეთ ბრუნდება უნიტარულ სახელმწიფოში ან სამხრეთო იგი სამაჩაბლო ბრუნდება უნიტარულ სახელმწიფოში და როგორ წარმოუდგენიათ ეს თუ კი ჩვენ პრეტენზია გვაქვს რომ აფხაზეთი ბრუნდება აქ და სამაჩაბლო ბრუნდება მაშინ პარლამენტი უნდა იყოს აუცილებლად ორპალატიანი და ერთ-ერთი ქვედა პალატა იქნება ეს თუ ზედა პალატა აუცილებლად უნდა დარჩეს ქუთაისში ეს არის გამოსავალი ის რომ არ დავკარგოთ დედაქალაქი ბუნებრივად ცენტრი კავკასიის მე რუკი არ გითხენ გოგიწულა ეს არ მიშა სააკაშვილს ბუნებრივადაა ეს კავკასიის ცენტრი და ბუნებრივად იქრის აქ ინტერესები და ყველაფერი და ზაკავკასკი ვაენი ოკრუგი იყო თუ რაც იყო ყოველთვის თბილისში იყო არ იყო ის ქუთაისში ეს ბუნებრივადაა ამიტომ ჩვენ ამას ვერ შევეწინააღმდეგები ის უნდა წავიდეს ის თბილისი უნდა დარჩეს დედაქალაქად მაგრამ ქუთაის უკვე მიეცა ეს სტატუსი აშენდა შენობა კეთილი ვინობა გავყოთ ორ პალატად ერთი პალატა იქნება ქუთაისში მეორე პალატა იქნება თბილისში და ქუთაისიც იქნება ერთ-ერთი საპარლამენტო ქალაქი არსებული სიტუაციიდან არსებული შენობიდან არსებული დანახარჯებიდან არსებული რეალობიდან მიჩოუზდომია და მიჩოუზ უნდა დააჭო ეს უკვე არის მიჩოული ვარ კეთილი უნდა ვინებო და უნდა დავტოვოთ ამიტომ გამოსავალი კონსტიტუციაში თან გვიწერია
საქართველოს პარლამენტი იქნება უბრალოდ კეთილი ვინებოთ და შედარებით ესეც ოცნების იმად მინდა თქვა დაიწყენ ახლა იგი მუხლის შეცვლა რო თბილისები ბიჭო მასე მუხლა რო ცვალა კონსტიტუცია მიდო გამოვაგდეთ მიშა მიდო არ მინდა და მიშა მუხლა კი არა შეცვალე ერთიანად რომ დამთავრდეს საერთოდ ამ კონსტიტუციის ჭრაკერვა ეს პრობლემა გაგიჟდა შეცვალე მუხლი გადაიტანე მე გაგიჟდა პრობლემა მე ახლა იმ მუხლის შეცვალე ეს რა უბედურობა კონსტიტუცია თუ შევაკოს ჩვენი თოქში 200 როგორ შეიძლება იგი ხო პრობლემა დაწყვიტე ერთიანად შეცვალე მთლიანი კონსტიტუცია ახლა შე თუ ქუთაისში ყოფნა არ გინდა გამოდის და წყალი არ ყოფილა მე იმაზე იზუნა წყალი იყო შიშობასა ჩვენი დრო იწურება მე უბრალოდ მაინტერესებს ძალიან მოკლე ისეთი რეპლიკის სახით 2012 წლის დასრულებამდე რა პროგნოზს გააკეთებდით ქუთაისში ხელისუფლებასთან მიმართებაში მხედველობაში მაქვს აღმასრულებელი და საკანონმდებლო მე მჯერა რომ სხვადასხვა დოკუმენტები მოვიპოვე კიდევ რაცა ჩემი საჩელი გამამტკიცო და მე მჯერა რომ აგერ ძალიან მალე ალბათ სამშაბათსაა კიდევ ერთი სტომა ალბათ რაღაც კიდევ მეორე მოსმენა იქნება ძალიან მალე ვიხილავთ იმას რომ საკრებულოს ეს უაზრო გადაწყვეტილება და ფარული და მანული გადაწყვეტილება ხალხისგან დამალული გადაწყვეტილება გაუფრდება და ეს აუცილებლად გამოიწვევს უკვე ნაციონალურ მოძრაობაში შიგნით ხმევას და შიშის და მოულოდნელობების გაჩენას და აუცილებლად დაიწყება ეს ზღვა ზუსტად მე არ ვიტრაბახებ ახლა და იქნება იმ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რომელიც მე შევიტანე და მჯერა რომ გავიმარჯვე დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი მე შეგახსენებთ რომ ეთერში იყო თოქ-შოუ გრიფით საჯარო ეთერში მუშაობდა მისი დღევანდელი წამყვანი ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი მე გემშვიდობებით ჩვენ ერთმანეთს მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით სლოტ კლუბების ქსელი ლას ვეგასი ჯერ არ ნახულ გათამაშებებს